ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი პიკს აღწევს ისრაელი-პალესტინის დაპირისპირებას ყოველდღიურად ათობით ადამიანი ეწირება. აგრესიას მსოფლიოს ქვეყნებში მოქალაქეები მშვიდობიანი აქციებით უპირისპირდებიან. ოფიციალური თელ-ავივი კი პალესტინას ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელებით ემუქრება. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გრძელდება, მსხვერპლის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაიღუპა 10 ადამიანი. სამხედროების სამიზნეკლავაც გაეროს სკოლის შენობა გახდა, სადაც პალესტინელები აფარებდნენ თავს. სკოლის შენობის გარეთ ვიდექის სიგარეტს ვანთებდი, როდესაც რაკეტის ხმა გავიგე. როცა თვალი გავახილე, მხარსა და კისერში ვიყავი დაჭრილი. ავიაიერიშების ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პალესტინელებისა და ებრაელების მხარდამჭერთა აქციები იმართება. ისრაელის სამხედრო აგრესია ვაშინგტონში თეთრ სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგმეს. თავისუფლება ღაზას სკანდირებდნენ მომიტინგეები. პარიზში ომის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქცია მომიტინგეთა დაკავებით დასრულდა. ვიცი, ისრაელთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ახლა კი ჩვენს ისტორიაში დადგა მომენტი, როდესაც ამ ურთიერთობის აღდგენა უნდა შევძლოთ. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ ამ კონფლიქტს ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. დაბომბილი ქალაქებისა და გაზრდილი მსხვერპლის ფონზე პალესტინელები უშუქობას, საკვებისა და საწვავის დეფიციტს განიცდიან. ებრაელმა სამხედროებმა ერთადერთი ელექტროსადგური გაანადგურეს, რომელიც ელექტროენერგიით მოსახლეობის 80%-ს ამარაგებდა. ომი მიმდინარეობს, საკმარისი საწვავით მომარაგებას ვერ ვახერხებთ. ახლა მხოლოდ გენერატორზე ვარ დამოკიდებული, რომელიც რამდენიმე საათი იმუშავებს. არ ვიცი რა ბედი გვეწევა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პალესტინა კვლავ გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლა მას შემდეგაც გაგრძელდებოდა, რაც არმია ბოევიკების გვირაბების განადგურებას დაასრულებდა. ჰამასის სარაკეტო იერიშების გაგრძელების შემთხვევაში დიდ საფასურს გადაიხდის. თელ-ავივი ომის დიპლომატიური გზით მოგვარება შეეცდება, თუმცა ღაზის სექტორში ანტიტერორისტული ოპერაცია არ შეწყდება. მინდა შეერთებულ შტატებს ხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადო. ვაშინგტონმა თავდაცვის სისტემებისთვის დამატებით $225 მილიონი გამოგვიყო. კაიროში ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებების დელეგაციები ამერიკისა და ეგვიპტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ. ჰამასი ბლოკადის მოხსნასა და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას მოითხოვს. ოფიციალურმა თელ-ავივმა აღნიშნულ შეხვედრაზე საკუთარი წარმომადგენლის მივლინებაზე უარი განაცხადა. ისრაელ-პალესტინას შორის ომი უკვე 28-ვე დღეა მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით, პალესტინის მხარეს მსხვერპლის რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა, დაღუპულია 64 ებრაელი ჯარისკაცი.